მე ვარ მარიამ ელიაშვილი, ბავშვთა ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი. დღეს მინდა გესაუბროთ შეშმო ბავშვების მშობლების ფსიქოემოციური ჯანმრთელობის შესახებ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის აღზრდა არის სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და შინაგანი სიმტკიცის ყოველდღიური გამოცდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბავშვის პროგრესზე, თერაპიებზე, დიაგნოზსა და უნარებზე. მაგრამ ბევრად იშვიათად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ხდება ამ პროცესში მშობელთან მიმართებაში. მშობლებო, დღეს ვსაუბრობთ თქვენზე. შეშმო ბავშვის მშობელი ხშირად ცხოვრობს მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში. ნერვული სისტემა მუშაობს გადაჭარბებულად, ტვინი მუდმივად აფასებს საფრთხეს, გეგმავს მოქმედებას, ცდილობს აკონტროლოს რეალობა. ეს კი იწვევს შესაბამისად დაძაბულობას სხეულში, ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს, გადაღლას, რომელიც თან სდევს მშობელს გაღვიძებისთანავე და მუდმივ შფოთვასა და მომატებულ ემოციურ მგრძნობელობას. როდესაც სტრესი გრძელდება თვეებით და წლობითაც კი, ორგანიზმში კორტიზოლის დონე ქრონიკულად მაღლა იზრდება. ეს განაპირობებს იმუნიტეტის დაქვეითებას, გაღიზიანებადობას, ემოციურ გამოფიტვას და სომატურ ტკივილებს, ისეთები როგორიცაა მაგალითად თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დაკავშირებული ნაწილებთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ. როგორც გამოცდილება აჩვენებს, შეშმო ბავშვების მშობლებისათვის ხშირად დამახასიათებელი მდგომარეობაა შფოთვა და ეს არ ნიშნავს მხოლოდ ნერვიულობას. შფოთვის კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს განგრძობადი შინაგანი დაძაბულობა, ნეგატიური ფიქრები მომავალზე, რა იქნება თუ მოხდება, ან ამგვარად, ან იმგვარად. ბავშვის ქცევის მუდმივი მონიტორინგის მცდელობა, პანიკური შეტევები, ღამეული გაღვიძებების შიშით, სუნთქვის აჩქარება, გადაწყვეტილების მიღების გაძნელება, გონებაში მუდმივი გარკვეული სცენარების გათამაშება და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც თქვენი შეშმო შვილი საგანმანათლებლო ან სააღმზრდელო დაწესებულებაშია. თქვენ ერთი შეხედვით მშვიდად ზიხართ, მაგრამ სხეული არ ეშვება. სულ ელოდებით ზარს, ხოლო როცა ტელეფონი რეკავს, გული გიჩქარდებათ. ეს არის ქრონიკული შფოთვის ფიზიოლოგიური გამოხატულება. დეპრესია მშობლებში ხშირად არ ჩანს, რადგან მათი ცხოვრების რიტმი, როგორც წესი, მოითხოვს აქტიურობას. და დეპრესიის კლინიკური ნიშნებია ინტერესის დაკარგვა ისეთ აქტივობებზე, რომლებიც წარსულში სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს. მუდმივი გადაღლილობა, ტირილის ეპიზოდები, უიმედობის განცდა, საკუთარი თავის კრიტიკა და აზრი, რომ მე ვერ ვაკეთებ საკმარისს. ასევე შესაძლებელია აღინიშნებოდეს დილით გაღვიძებისთანავე გამოფხიზლებასთან დაკავშირებული სირთულეები, მადის ცვალებადობა, მომატება ან პირიქით დაქვეითება, კონცენტრაციის სირთულეები, ოპტიმიზმის დეფიციტი და შინაგანი სიცარიელის განცდა. ემოციური გამოფიტვა, ასე ვთქვათ, burnout-ი, არის ხანგრძლივი ზრუნვის შედეგად გამოწვეული მდგომარეობა. ის ვლინდება მაშინ, როცა პასუხისმგებლობა ბავშვზე მუდმივად ერთი მშობლის ტვირთია. პრაქტიკულად არ არსებობს დასვენების, გარემოს გამოცვლის შესაძლებლობა. მხარდაჭერა არასაკმარისია. ბავშვთან დაკავშირებული მუშაობის შედეგები ნელა ან არასტაბილურად ჩანს. დამახასიათებელი ნიშნები ბარნაუთისთვის არის მოთმინებასთან დაკავშირებული სიძნელეები, ბავშვისადმი იოლი გაღიზიანებადობა, საკუთარი თავის დადანაშაულება, ბავშვის მიმართ სითბოსა და მზრუნველობის გრძნობის დაკარგვა. განცდა თითქოს მეტი სატანა შეუძლებელია. მდგომარეობა, როცა ბავშვი მშვიდადაა, მაგრამ მშობელი მაინც ვერ ისვენებს. ასევე შესაძლებელია ვლინდებოდეს დამატებითი ნიშნები, რომლებიც ზოგჯერ რჩება უყურადღებოდ და ესენია ხშირი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით კისრისა და მხრების მიდამოებში, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხშირი გაციება, ჰორმონალური დისბალანსი, სოციალურ სივრცეში გასვლების შემცირება, მეგობრებთან კონტაქტის დაკარგვა ან ურთიერთობის ხარისხის გაუარესება, იოლი და ხშირი გაუღიზიანება მეუღლესა ან პარტნიორზე, ზედმეტი მოთხოვნილება ყავაზე, ტკბილეულზე, სიგარეტზე ან სხვა ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებზე. ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება და ეგრეთ წოდებული გათიშვის მცდელობა. ბარნაუტ არ ნიშნავს ცუდ მშობლობას. ეს არის გადაჭარბებული ფიზიკური და ემოციური გადატვირთვის შედეგი. ხანგრძლივი სტრესი, დეპრესია, შფოთვა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა არ არის. ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე და მთელს მის ფუნქციონირებაზე. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ მშობლის გადაყლაზე, ვგულისხმობთ არა სისუსტეს, არამედ ნერვული სისტემის ხანგრძლივ გადატვირთვას და სწორედ ამიტომ დასვენება და განტვირთვა ფუფუნება არაა. ეს არის აუცილებლობა.
შეშმო ბავშვის მშობლები ხშირად აწყდებიან სირთულეებს ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერაშიც. როდესაც ოჯახში ქრონიკული სტრესი არსებობს, წყვილი ხშირად გადადის ფუნქციურ რეჟიმში. საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე, მცირდება ემოციური სიახლოვე, ქვეითდება ინტიმურობის და დაცულობის განცდა. ამას ასევე შესაძლებელია დაემატოს გადამღლელი ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი, არამიზნობრივი და გადაჭარბებული ჩარევა გარშემომყოფების მხრიდან და გარკვეული ფინანსური წნეხი. ამ ყველაფერს კი შედეგად მოჰყვება ის, რომ წყვილს უჩნდება განცდა, ჩვენ აღარ ვართ ჩვენ. გროვდება ბრაზი, ერთმანეთის დადანაშაულება და მატულობს ჩუმი კონფლიქტები. ასევე იცვლება მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის დინამიკა. შეიძლება ის გახდეს ზედმეტად კონტროლირებადი ან პირიქით მოხდეს ემოციური დისტანცირება. ეს არ არის სიყვარულის ნაკლებობა, ეს არის ენერგიის დეფიციტი. რაც შეეხება მეგობრებსა და სოციალურ წრეს, ხშირად შეშმო ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ გარშემო მყოფებს საკმაოდ უჭირთ მათი გაგება, რადგან განსხვავებული პრობლემები აქვთ და ამას თან სდევს სოციალური იზოლაცია, სტუმრობების, კომუნიკაციის შემცირება, ფიზიკური ურთიერთობების პროცესში დაძაბულობისა და სირცხვილის განცდა შესაძლოა მელტდაუნის შიშით, იზოლაცია ზრდის შფოთვას. მხარდაჭერის არქონა კი აძლიერებს ყველა იმ სტრესულ მდგომარეობას, რომელიც შესაძლოა თანახდეს შეშმო ბავშვის მშობლის ყოველდღიურ რუტინას. და რაც შეეხება კარიერას, მშობლებს ხშირად უწევთ სამსახურის შეწყვეტა, კარიერული პაუზა, პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნების უგულებელყოფა. ეს იწვევს პიროვნებაში კიდევ დამატებით იდენტობის დაკარგვის განცდას, საკუთარი შესაძლებლობების ეჭქვეშ დაყენებასა და გარკვეულწილად შესაძლებელია შურის გრძნობას კოლეგების მიმართ და ეს განცდები აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ხშირად იწვევს მძიმე თვითკრიტიკას და შესაბამისად მძიმე შედეგებს. ამ ყველაფრის გაცნობიერება არაა იოლი, მაგრამ სწორად აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: შესაძლებელია თუ არა რესურსის დაბრუნება? და კი, შესაძლებელია. ახლა ვისაუბროთ რეალურად როგორ იწყება აღდგენის პროცესი. რესურსი არ ბრუნდება ერთ დღეში და არ ბრუნდება დიდი გადაწყვეტილებებით ან ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. ხანგრძლივი სტრესის შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა გადარჩენის რეჟიმში ყოფნას. ამ რეჟიმიდან გამოსვლა კი ეტაპობრივად ხდება. პირველი ეტაპია, ასე ვთქვათ, მიკროსტაბილურობა. აღდგენა იწყება მცირე, განმეორებადი ქმედებებით. ერთსა და იმავე დროს დაძინება, დღეში 5 წუთით სიჩუმე და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ერთი პატარა რიტუალი, თუნდაც ფინჯანი ყავა, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ნერვული სისტემა რეაგირებს რიტმზე, რიტმი კი ქმნის უსაფრთხოების განცდას. მეორე ეტაპი არის მცირე დოზებით დაბრუნებული ენერგია. ენერგია არ ბრუნდება მაშინ, როცა ყველაფერი მოგვარდება. ის ბრუნდება მაშინ, როცა თუნდაც პატარა ნაბიჯებს ვთქვამთ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ. მაგალითად, 5 წუთი ღრმას უთქვა, 10 წუთით გასეირნება. ერთი გულწრფელი საუბარი ადამიანთან, რომელსაც ვენდობით და ვისგანაც გვაქვს მხარდაჭერის და გაგების იმედი. მსგავსი პატარა ჩარევებიც კი ამცირებს შინაგან დაძაბულობას და ამ ყველაფერს მოყვება რეაქციის ცვლილება. ძალების აღდგენა არ ნიშნავს პრობლემის გაქრობას. ის ნიშნავს პრობლემებისადმი თქვენი რეაქციების ეტაპობრივ ცვლილებას და როცა რეაქცია იცვლება, სიტუაციაც ნაკლებად დამანგრეველი ხდება. მნიშვნელოვანია თვითთანაგრძნობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ ჩემი მეგობარი იქნებოდა ამ მდგომარეობაში, რას ვეტყოდი მე მას? და შემდეგ ის სიტყვები უთხარით საკუთარ თავს. აღდგენა იწყება მცირე სტაბილურობით, უსაფრთხოების მცირეოდენი განცდებით და ნაბიჯ-ნაბიჯ. ამიტომ ძვირფასო მშობელო, თუ ხშირად ფიქრობ, რომ ვერ ასწრებ, თუ გგონია, რომ სხვები უკეთესად უმკლავდებიან, თუ ღამით ფხიზლად ხარ და ფიქრობ მომავალზე, ეს ნიშნავს, რომ შენ ზრუნავ. შენ ცხოვრობ რთული პასუხისმგებლობებით და რთული პასუხისმგებლობები ნიშნავს მძიმე ემოციებს. შეეცადე გააცნობიერე, რომ შენ არ ხარ პრობლემა, სიტუაცია არის რთული. შენ არ ხარ სუსტი, უბრალოდ შენ დიდი დატვირთვა გაქვს. შეეცადე საკუთარი ცხოვრება დაინახო გონების თვალით, გვერდიდან. წლებია უწყვეტ რეჟიმში ხარ, იშვიათად ისვენებ, იშვიათად გეკითხებიან, შენ როგორ ხარ? და მაინც ყოველდღე დგები, აგრძელებ, ეძებ გზებს. ეს არის ძალა. შესაძლოა ახლა არ ხარ იქ, სადაც გეგონა რომ იქნებოდი. შესაძლოა კარიერა გადაიდო, მეგობრები დაგშორდნენ, ურთიერთობები შეიცვალა, მაგრამ შენი ცხოვრება არ დასრულებულა. ეს არის ეტაპი, რთული, მაგრამ ეტაპი. ნუბრაზდები საკუთარ თავზე და კითხვა, რატომ არ გამომდის ყველაფერი, შეცვალე ამით. რა გამომდის ამ პირობებში? შენ აკეთებ მაქსიმუმს იმ რესურსით, რაც გაქვს და რესურსი შესაძლებელია გაიზარდოს, ნაბიჯ-ნაბიჯ.
შესაძლოა ახლა მხოლოდ 1% ენერგია გაქვს, მაგრამ 1%-ით დაწყებული ნაბიჯია. შეიძლება დახმარება ითხოვო, შეიძლება პაუზა აიღო, შეიძლება თქვა, დღეს ვერ შევძლებ ყველაფერს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ეს არ არის მარცხი, ეს არის თვითდაცვა. და როცა შენ ნელ-ნელა დაიბრუნებ სტაბილურობას, შენი ბავშვიც უფრო დაცულად იგრძნობს თავს. შენ არ ხარ მარტო, შენ არ ხარ საკმარისზე ნაკლები, შენ უკვე დიდ საქმეს აკეთებ და შეგიძლია გააგრძელო, მაგრამ ამჯერად საკუთარ თავთან ერთად და არა საკუთარი თავის წინააღმდეგ.